სკოლაში საზეპიროების არცოდნის შემთხვევაში მასწავლებელი ორიანს გვიწერდა, მაგრამ თუ ძალიან მოვინდომებდით, ორიანის გამოსწორება შესაძლებელი იყო. რა ხდება მაშინ, როდესაც პოლიტიკოსები ივიწყებენ საზეპიროებს, ვინ უწერს მათ ნიშანს და შეიძლება თუ არა პოლიტიკური ორიანის გამოსწორება? ამ კითხვაზე პასუხი თქვენთვის მოგვინდია. ეს არის პოლიტიკოს რუბრიკა 5 ყველაზე. მე ნინო ხუბუტიავარ და ამჯერად გთავაზობთ ყველაზე უხერხულად დავიწყებული პოლიტიკური საზეპიროების ხუთეულს. მეხუთე ადგილი მუხრა მაჭავარიანი ყველასათვის საყვარელი პოეტია, მათ შორის ალბათ პრეზიდენტისთვისაც, მაგრამ როგორც ჩანს, ავტორის თანდასწრებით ლექსის თქმა უფრო სანერვიულოა ვიდრე რევოლუციის ლიდერობა. თანახ მოდიოდი, მაგრამ სულ მახსოვდა ეს, გამახსენდა თქვენი ლექსი, მე ისეთ ქართულს რა უთხრა. და აი ყოველ სულ მახსოვდა ეს ლექსი, იმიტომ რომ თუ კი შენს წინაპარ შანთებით ვერ დაავიწყეს ქართული, თუ კი ქართული ფერეიდანში ფანდურით შენ რაღა ღმერთი გაგეწყრა, ვინ არის შენი გამსდელი, როცა შენი გულისთვის დამიწყდა, როცა ამდენი ქართველი და ეს დაიწერა თუ არ ვცდები 30-40 წლის წინ ალბათ, ხო? 1958 მეოთხე ადგილი პოლიტიკაში ახლად შემოსულ ბიძინა ივანიშვილს ძალიან უნდოდა, რომ საზოგადოებისთვის მისი მაღალი ერუდიციის დასამტკიცებლად ბატონი ილია ჭავჭავაძის ციტატა შეეთავაზებინა. ციტატა ვერა, მაგრამ უხერხული ღიმილი კარგად გამოუვიდა. ესეთი რამს თქვა ბატონმა ილიამ, დიდმა ილიამ. საკმაო არ არის, რომ კაცი მეცნიერი იყოს. ამასთანავე იგი დიდი კაციც, ამასთანავე იგი დიდი კაციც უნდა იყოს. არა, სწორი კაციც უნდა იყოს, და ერთდროს მოჭიდავე იყო, ერთდროს კი ბერად აღკვეცაც უნდოდა. ლუკა კურტანიძეზე ამბობენ, რომ ჭიდაობის დროს ნასწავლ ილეთებს ახლა პოლიტიკაშიც წარმატებით იყენებს. აი მონასტერში ნასწავლი მამაუჩვენო კი პოლიტიკაში ნამდვილად არ გამოადგა. მამაუჩვენო, რომელი ხარ ცატაშინა? იხავ ნება შენი. ვითარცად წმინდა იყავ სახელი შენი, მოვიდა სუფევა შენი. ჩვენი განსაცდელია, გვერდზის ბოროტი. ზოგს რაღაცა მამაუჩვენოს ავითახსოვს, ზოგს კი მჭადის სახელი ავიწყდება. ბიძინა ივანიშვილის პირველმა მცდელობამ პოეზიის ცოდნით მოიხიბლა, ამომრჩეველი სრული ფიასკო განიცადა. თვითონ მეფენიც უძლებენ რომელთ უმაღლეს, არც ვინ ღარის დაწინაში არც ვინ აღუდგეს. აი ამაზე მინდა მიგიყვანოთ, რაც ყველაზე კარგად უცებ ზურჯი მჭადის სახელი გავიცდება. თვითონ მეფენიც უმაღლეს დაწინაში შფოთვენ დაწვიან დაიტყვიან, აი ეს მინდოდა მომეტანა, შფოთვენ დაწვიან დაიტყვიან, როდის იქნება, რომ ეს მიწასაც ჩვენი იყოს და არ ეძვიან, მამიწისთვის ასდროს უთვა თვითფრიალია. შფოთვენ დაწვიან, აი ეს მინდა ამოვწიო. და ბოლოს პირველი ადგილი. როგორი იქნებოდა ვეფხისტყაოსანი, იგი შოთა რუსთაველის ნაცვლად მიხეილ სააკაშვილს რომ დაეწერა. ნაწყვეტი ამ პოემიდან ჩვენ რაბათის ციხის გახსნაზე ვიხილეთ. შეიძლება ეს ციხე იყო ის ციხე, სადაც მეფე როსტევანი იჯდა. თქვენ გახსოვთ, იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღვთისაგან სვიანი, მაღალი, უხვი, დაბალი, ლაშქარიანი და ხმიანი, უხლაშქრიანი ხმიანი. ხედავთ, ყველა მიცით ზეპირად. გამოცდილება აჩვენებს, რომ პოლიტიკური საზეპიროები მართლაც ძალიან ხშირად ახდენენ საზოგადოებაზე დიდ შთაბეჭდილებას, მაგრამ არა ყოველთვის ისეც, როგორიც თავად პოლიტიკოსებს უნდათ. ასეა თუ ისე პოლიტიკო ყველა პოლიტიკოს ურჩევს. ლექსების ცოდნისთვის ხმას არავინ იძლევა. მათი არ ცოდნით კი შეიძლება ამომრჩეველი დაიკარგოს. ამიტომ, თუ მაინც და მაინც საზეპირო გინდათ წარმოსთქვათ, ისეთი არჩიეთ, რომელიც ნამდვილად არ დაგავიწყდებათ.